მოგესალმებით ობიექტივის სტუდიიდან ალი ბაბაევი, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მსმენელებო, მაყურებლებო, დღეს ჩვენ საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, დღეს ჩვენ გვყავს საინტერესო და ცნობილი სახეები სტუმრად. Ესენი არიან რიტა გრიგორიანი, ხიდირი ბეგაშვილი, სომეხი ეროვნების წარმომადგენელი, ჩვენ გვყავს სლავა სტავრიდი, ბერძენთა სათვისტომოდან და ალბერტ ამიროვი, ქურთი იეზიდ წარმომადგენლები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი საუბრის შეხვედრის მთავარი თემა არის კიდევ ინტეგრაცია ეროვნული უმცირესობის შესახებ, რა ხდება საქართველოში, რა მდგომარეობაში იყო საქართველოში ეროვნული უმცირესობის მდგომარეობა და რა მდგომარეობა არის 1 ოქტომბრის მერე. და რა თქმა უნდა, მთავარი ჩვენი დღევანდელი შეხვედრით თქვენი აზრი გვაინტერესებს, ძვირფასო სტუმრებო. თქვენ იცით რომ ამ წინასში ამ კვირისთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სტრასბურგში, ევროპის ანსამბლეიში გამოსვლა, ევროსაბჭოს ანსამბლეიში გამოსვლა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა და ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებდა როგორც თქვენ ეროვნების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეები, ამ ქვეყნის საზოგადოების შვილები, თქვენი აზრი და რა თქმა უნდა ჩვენ ისაც უნდა გავითვალისწინოთ უმცირესობა, რომელიც გამოვიდა ამ გამოსვლის მერე კრიტიკულად და შენიშვნები კი, უმცირესობა საპარლამენტო და რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობაზე აზრი. მე მაინტერესებდა თქვენი აზრი და ჩვენ მსმენელებს ვთხოვთ ამასთან საკითხებთან დაკავშირებით მოგცეთ თქვენი აზრი, თქვენი შეკითხვები, შეგიძლიათ დარეკოთ 2-388-105-ზე და ველი თქვენ ზარებს. მე პირველი სიტყვით მე მინდა ქალბატონ რიტასთან გადავიდე. ქალბატონი და პირველი შეკითხვა იქნება თქვენთან ასეთი, რომ აი სტრასბურგთან დაკავშირებით ბატონი ბიძინას გამოსვლის შესახებ, აი თქვენ როგორც სომეხი ეროვნების წარმომადგენელი, თქვენი აზრი, მე მგონი დღეს ჩვენ გვაქვს მაგის საშუალება, რომ თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი აზრი ყველა იმ საკითხებზე, რაც ხდება ქვეყანაში. პირველ რიგში მე მინდა მოგახსენოთ, რომ ორი მთავარი მესიჯი, როგორც მე გავიგე და როგორ მე გავიგე, იყო, რომ ჩვენ მივდივართ პროევროპული კურსით, ეს ვიცოდით მანამდე, მაგრამ მყაფიოდ კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრმა თქვა და აღნიშნა, რომ ეს კურსი ჩვენი კურსი არ იცვლება. პირველ რიგში ეგ იყო, რაც მე ძალიან გამიხარდა და არა მარტო მე და მე მგონი თქვენ ყველა ვინც ვზივართ ახლა მაგ დარბაზში და მეორე იყო უმთავრესი მესიჯი, რომ სამართლიანობა უნდა აღსდგეს. თანამშრომლობა, კოჰობიტაცია ერთია, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღსდგეს და თუ არის და თუ მქონდა რაღაც დანაშაული, ჩადებული ნაცმოძრაობის წევრებს მანამდე გასაგებია, აი ეს მომენტი უნდა გამოიკვეთოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი. რაც გააკეთეს არასწორად ან შეიძლება ჩაედინეს აი 9 წლის პერიოდში. მე მოვესალმები აბსოლუტურად პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატო აი უმცირესობა პარლამენტში თქვა, რომ არასწორად უპასუხა რაღაცა კითხვებზე. ჩემთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება უპასუხოს პრემიერ-მინისტრა პოლონეთის დიპლომატის კითხვაზე, შენ ვინ უფრო გიყვარს, ან უფრო ეს დაწვრილებით რო გამახსენდება, მაგან თქვა, შენ სააკაშვილი არ გიყვარს და პუტინი გიყვარს. აი აბსოლუტურად არადიპლომატიური და არაკორექტული შეკითხვა იყო და მინდა გითხრა ძალიან კორექტულად უპასუხა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ყველა შეკითხვაზე, რაც
იყო იქ დასმული 15 წუთიან გამოსვლაში ჩვენ დავინახეთ ჩვენი მთავრობის პოზიცია მესიჯი რაც ჩვენ ხედავ ყოველდღიურად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ჩვენი ახალი მთავრობა სულ 6 თვეა რაც მუშაობს მეტი კი არა იქ მე მახსოვს იყო ნათქვამი ეროვნულ უმცირესობასთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვა იქ ითქვა რომ ინტეგრაცია ამ ხალხის საზოგადოებაში უნდა მოხდეს და მე ამას ვეთანხმები ჩვენ მანამდე სანამ აქ მოვიდოდი ჩვენ ვილაპარაკეთ ხო ბატონ სლავასთანაც და კიდევ ერთხელ გვითხრე ჩვენ ეგეთი მესიჯი გავიგეთ რომ ანუ უფრო მეტი ინტეგრირებული უნდა იყოს ჩვენ საზოგადოებაში გინდ სომეხი გინდ ბერძენი გინდ ქურდი აზერბაიჯანელი რაც მანამდე შეიძლება იყო მაგრამ იყო არასაკმარისად მე კიდევ ცლად ვილაპარაკებ რა მომენტები მე მაქვს ხედველობაში რატო არ იყო საკმარისი ის მუშაობა რომელიც ჩატარდა წინა ხელისუფლების მიერ აი ამ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ეხლა მივცემ ჩემ კოლეგებს სიტყვას ბატონ ალბერტ თქვენი აზრი მოგესალმებით რადიო მსმენელებო მე გახლავართ ალბერტ ამიროვი ქურთი ეზიდი ეროვნებით რომ საქართველოს შვილი და რა თქმა უნდა მეც ძალიან მაწუხებს დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. ნუ პირველ რიგში ბატონო ალიქ მე გეთანხმებით მაგაში რომ სტრასბურგში ბატონი ბიძინა ივანიშვილი კაფიოდ გამოხატა თავისი აზრი მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში ადრე არ ყოფილა რომ ამ აი პატარა ხანში შეიძლება ითქვა რომ საკმაოდ დახვეწა ეს ასე თქვათ აი თავისი ეს პოლიტიკური ასე თქვათ ადგილი და პირველი მაგისი აი ესეთი გამოსვლა სტრასბურგში მე მაგალითად და მე და ჩემ ახლობლებს ძალიან აღთოვანებული ვიყავით მაგის გამოსვლით. ძალიან მომეწონა საერთოდ ყველა კითხვაზე საკმაოდ სწორ პასუხებს და კაფიოდ აგებინებდა თავის გეგმას აი საქართველოს აღშენებობაში და მათ შორის რა თქმა უნდა იყო საუბარი ეროვნებათა უმცირესობაზე და მე ვეთანხმები ალბათ მონერიდაც გამოთქვა ეგაზრი რომ ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს რომ ბატონი ბიძინა თქვა რომ ყველა აბსოლუტურად ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს საქართველოს აღმაშენებლობაში საქართველოს შენებლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივ შენებლობაში და რა თქმა უნდა ყველა საქართველოს ჩვენ შვილები ვართ მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყოს ის რა ეროვნებისა ის ადამიანი ესე იგი დაცული უნდა იყოს მისი ეროვნული რა თქმა უნდა მაგის ეროვნული აი ის რომ მაგის ეროვნული ტრადიციები ხო არ უნდა იყოს დაკარგული პირიქით უნდა მივცეთ საშუალება რომ ყველა ეროვნული უმცირესობები ვინც ცხოვრობს საქართველოში უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა მშენებლობაში საქართველოს მომავლის ბედზე ყველა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამავე დროს ჩემი აზრით რა აი მე მგონი თქვენს დამეთანხმებით რომ აი ის ეროვნული რაც ეხება ადამიანს აი ტრადიციები წარმომავლობა ხო ეს არ უნდა დაივიწყოს ესადო ეს აი ისტორია ჩვენ ეს უნდა გახსოვდეს ჩვენ შვილებს უნდა გადავცეთ რა მაგრამ ამასთან ერთად რაც თავარია ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები პირველ რიგში და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საქართველოს განვითარებაზე ჩვენ ყველანი აბსოლუტურად აქ მე მთლიანად ვეთანხმები კიდევ ამბობ მე ბატონ ბიზნესი გამოსვლას სტრასბურგში საკმაოდ კიდევ ერთხელ ვამბობ რა
გაეცა საკმაოდ სრული პასუხი და მე როგორც აი უმცირესობის წარმომადგენელი ვეთანხმები მაგის ნათქვამს. მადლობთ. ბატონო სლავა. თქვენ პოლემინა გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ მე ყოფილი. მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ თქვენ, მივესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს და ამაზე ბევრი ითქვა, თავისი მოსაზრება გამოთქვა როგორც უმრავლესობის პარლამენტის წევრებმა, ისე უმცირესობის, რა თქმა უნდა, იყო სხვა ასთა სხვაობა. უმცირესობა უკმაყოფილოა ბატონი პრემიერის გამოსვლით და პირიქით უმრავლესობა თავისთავად ცხადია, არის კმაყოფილი. ნუ მე რაც დავინახე პირველ რიგში ამ ვიზიტის დროს პრემიერის გამოსვლა იყო, ნუ როგორ გითხრათ, ცალსახად იყო და ძალიან ესე იგი კაფიოთ ნათქვამი და მესიჯი იყო ევროპისთვის, ევროპელებისთვის, რომ საქართველოს კურსს არ იცვლის, რომ საქართველოს კურსი არის ევროატლანტიკური და ევროპული სტრუქტურები, ევროკავშირი, ნატო და ასე შემდეგ. რატომღაც ამას ვერ ხედავენ, ნუ გასაკვირი არ არის, ყველა ცდილობს რომ გააკრიტიკოს ახლა უმრავლესობა, ეგ მათი საქმეა. და მე თავარია მომეწონა ის რომ შეიცვალა აბსოლუტურად ტონალობა. ადრე ეს ძველი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარები რო გამოდიოდნენ ჩხუბზე და იმაზე გადადიოდნენ რუსეთს აკრიტიკებდნენ, იმას აკრიტიკებდნენ. რუსეთთან ურთიერთობაზე მთელი ევროპა გვეუბნება რომ დაალაგეთ თქვენი ურთიერთობა. იგივე ამერიკელები გვეუბნებიან, დაალაგეთ თქვენი ურთიერთობა, დაალაგეთ. რუსეთთან ურთიერთობის დაალაგების გარეშე ვერც ევროპა და ვერც შეერთებული შტატები ვერაფერს ვერ გვიშვილის. ჩვენ პირველ რიგში უნდა დავალაგოთ ეს ურთიერთობა ისე რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ნორმალური მეზობლური კონტაქტი გქონდეს. აი ახლა დაიწყო უკვე ეს სავაჭრო ურთიერთობები, ალბათ დაიწყება სახალხო დიპლომატია. მე ნელ-ნელა გადაიდგება სხვა საკითხი. მომეწონა ძალიან ის რომ აი ამ ძალიან ისეთ კრიტიკულ და ისეთ უხერხულ შეკითხვებზე ძალიან თავშეკავებულად უპასუხა და თავშეკავებულად უპასუხა. სწორია, ნუ როგორ შეიძლება ჩემთვის საერთოდ გაუგებარი კითხვა ის მოგწონს თუ ეს არ მესმის რა შუაშია ეს. რაც შეეხება დანარჩენს, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ უმცირესობებთან ურთიერთობის, ნუ ეს ახალი აქ არაფერი არ არის. ნებისმიერი ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ნებისმიერ ფორუმზე, ნებისმიერ ყრილობაზე, სადაც კი საქართველოს დელეგაცია ღებულობს მონაწილეობას, მეორე თუ პირველი თუ არა, მეორე და მესამე საკითხი ყოველთვის ისმევა ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის საკითხი. ამ ხრივ მე მინდა ცოტა კრიტიკული ვიყო, ძალიან დიდი ბოდიში წინა ხელისუფლებას მე ვერ ხედავდი. რაღაცებს აპირებდნენ, რაღაცებს აკეთებდნენ, თავისთავად ცხადია, მთლად ისე. კი, კონფერენციებს ატარებდნენ, შეხვედრებს ატარებდნენ, მაგრამ შედეგი სად იყო არ იყო. ნამდვილად ასეა, ჩემო ბატონო, იმიტომ რომ ადამიანი ვერ გზნობს თავს სრულყოფილ მოქალაქედ, თუ ის არ არის დასაქმებული, თუ მის ასე ეთნოსის წარმომადგენელს არ ყავს პარლამენტარი თავისი, თუ მის ეთნოსის წარმომადგენლებს არ ყავთ სამინისტროებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იგივე გამგეობებში და ასე შემდეგ, თუ არ ყავთ თავის წარმომადგენლები, ერთი ვინ დაიცავს მათ ინტერესებს? არავინ არ დაიცავს. შეიძლება ვიღაცამ ასე ვთქვათ, ნუ სალსახად, ნუ ესე სალიფხრი, მაგრამ თუ კაც ეყოლებ, ვთქვათ, ქურთებს ყავთ ახლა თავის წარმომადგენელი თამას აბდალიანი, სომხებს ყავთ. ისინი დაიცავენ. უნდა დაიცვან, ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ამის იმედი. თუ დაიცავენ, თუ დაიცავენ. მე მაქვს ამის იმედი და თუ არ დაიცავენ, ძალიან სრულია. ასე კიდე მე იმას კი არ მომბრო, საქართველოს ცხოვრობს 99 ერი ეთნიკური წარმომადგენლები. ახლა ამდენს ყველას პარლამენტში ვერ შეყრია, თავისთავად ხადია, მაგრამ არის საქართველოში მასა ადამიანების განათლებული, მცოდნე, პროფესიონალი, რომელსაც შეუძლიათ იგივე პარლამენტშიც მუშაობა, სამინისტროშიც, სახელმწიფო კანცელარიაშიც, პრეზიდენტის აპარატშიც არიან. ხშირად მესმის, რომ კადრები
არ არისო და ვერ პოულობთო. ალბათ არ ეძებენ კადრებს თორე. მოიხედონ კადრების მეტი რა არის საქართველოში. საქართველოში კადრებს როგორ გამოვლებ? უნიჭიერესი ერია ქართველი ერი. მე გულისხმობს იგივე სომეხს, აზერბაიჯანს, ქართველი ერი არის შემადგენელი ნაწილია ქართველი ერის, იგივე სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ქურთი, რუსი, ებრაელი და ასე შემდეგ და მაპატიოს სხვა ერებმა თუ ყველა ვერ ჩამოვთვალე, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ასო რა გამოლევს განათლებულ, მცოდნე, პროფესიონალს? ამას ყურადღება უნდა. და მე იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი რომ გამოვიდა და თქვა, ისეთი კაცი არ არის, ბიზინა ივანიშვილი ის პიროვნებაა, რომელიც თავის სიტყვას ასე ვთქვათ, აფასებს და ცდილობს ყოველთვის შეასრულოს. და მე იმედი მაქვს, რომ მიაქცევს ყურადღებას. ბატონსავა ზარია. ძალიან კარგი. გისმენთ? გესალმებით, ბატონებო. მოგესალმებით. თქვენ დასვით ეროვნული საკითხი, ხო, უმცირესობისა. ხო, ასეა. ეროვნული საკითხი არ დაგვისვა ევროსტრასბურგში ბატონო ბიძინას გამოსვლასთან დაკავშირებით იქ იყო ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციასთან იყო დაკავშირებული იმ თემის გარშემო. კი ბატონო. მე ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ძალიან ღირსეულად, მით უმეტეს ეს იყო მისი დებიუტი, პირველი გამოსვლა. და თავი ეჭერა ძალიან ღირსეულად და ძალიან იმათ მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ დეპუტატები, ევროსაბჭოს დეპუტატები პირველად იხილეს ნორმალური ადამიანი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და თავდაჭერილად იდგა და ყველა აბსოლუტურად მაქსიმალური კითხვებს გასცა პასუხი. თვითონ თავმჯდომარემაც აღნიშნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავმჯდომარე თვითონ იყო აფთოვანებული მისი გამოსვლით და დაინახეს ამ კაცში, რომ ეს არის ნამდვილად ის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა სერიოზული და რომელიც თავისი ქმედებით თავს არ აუტყიებს არც ამერიკას და არც სხვა ქვეყნებს. არ აუტყიებს თავისი არაადეკვატური ქმედებით, რაც ეს ვიხილე ჩვენ წინა წლებში. და მისი თავდალობა და მისი თავდაჭერილობა ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ის უსმენდა კიდევაც და ძალიან ღირსეულად პასუხები გასცა და მე მიგვის რა კითხვა არის ჩემი. რატომ უსმევდნენ ასეთ კითხვას? რატო დაუშვეს ნაციონალური უმცირესობის კითხვა ბატონ ბიძინას? რატო დაუშვეს ევროპარლამენტში და არიციან იქ რომ ჩვენთან თითქმის 100 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და არავის არასოდეს არც ჩივილით მიუმართია, არც რაღაცა პრობლემებით მიუმართია და ყველა გახარებული აბსოლუტურად. ჩვენ შეგვიძლია სიმართლე ვთქვათ კიდევაც, რომ ბევრჯერ ქართველი უფრო არის დაჩაგრული ამ საქართველოში ვიდრე სხვა ეროვნება. ეს ასია ნამდვილად. ქართველი უფროა დაჩაგრული. ხო და ამიტომაც მე მაიჭებს ისა კითხვაზე გამეცით, რომ ევროპარლამენტში რატო უსვამენ ამ კითხვას? რა ეს იმათვის არ არის გასაგები, რომ საქართველოში ცხოვრობს ხალხი ყველა ეროვნებისა და თანაბრად ცხოვრობს პირიქით კაი პირობებში და თუ არ მოითხოვეს, რა თქმა უნდა, წაგოლიჯეს ჩვენ მიწაწყალი. ეს უფრო მოსალოდნელია. ასე რომ ვთქვა, ნახევარი თბილისი არის სომხებით დასახლებული, ხო? ყველას პატივსავჩე და არასოდეს არ იყო არც ჩხუბი, არც დავი, არც დარაბა და მე არ ვიცი რატო ისმევა ეს კითხვები იმ პარლამენტში. რომ თქვენ ესე იგი რა იწვეპარებათ, რომ აქ რამე დისკრიმინაცია მიდის? აი საკითხია გასარკვევი, სხვათა შორის. დიდი მადლობა, შეიძლება თქვენც იცით რა ბატონო, მე გეთანხმებით ნამდვილად ყველაფერი, მაგრამ ევროკავშირის ასეთ პლენუმებზე და ასეთ ყელობებზე ყოველთვის ისმევა ეს კითხვები. წინა ხელისუფლებას რო ჩადიოდა, იგივე კითხვებს უსვამდნენ. წინა ხელისუფლებასაც. განამარტო ჩვენ გვისვამენ ამას. აი ეს პოსტსაბჭოური, ასე ვთქვათ, რესპუბლიკები რო არიან, ყველას უსვამენ ამ საკითხს. მაგრამ მე გეთანხმებით, ევროპელებმა თავის თავში ჩაიხედონ და თავისთან შეხედონ ამ უმცირესობების, ასე ვთქვათ, მდგომარეობაზე და საქართველოში ნამდვილად გეთანხმებით, რომ ქართველი ერი არის საკმაოდ ტოლერანტული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მე მგონი ყველა დამეთანხმება და არა ყველა აქ დამსწრე, არამედ მთლიანად საქართველოში.
ამიტომ ნამდვილად გეთანხმებით და ევროკავშირი რატო უსვამს მაგსაკი კითხვებს, ეს მათ უნდა ვკითხოთ. ჩემო ბატონო. ქალბატონო რიტას ხო, თუ შეიძლება მე დავამატებ. მე არ გამკვირვებია აი ეს შეკითხვა და რატო? იმიტომ რომ როცა დეპუტატი უსმავს პრემიერ-მინისტრის შეკითხვა, ვინ უფრო გიყვარს, შენ ალბათ სააკაშვილი უფრო გიყვარს, ვიდრე ანუ პუტინი უფრო გიყვარს, ვიდრე სააკაშვილი, სრულიად არ მიკვირს რატო ეკითხებიან რა ხდება თქვენთან ეროვნულ უმცირესობასთან დაკავშირებით. მე იცით რა ვნახეთ ევროკავშირში, ზოგი დეპუტატი საკმაოდ არაადეკვატურ კითხვებს ეკითხება. პრემიერ-მინისტრს და იმიტომ ნამდვილად მე ხო ამ პასუხი არ მაქვს ამ შეკითხვაზე. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად მე შემიძლია ნამდვილად დავეთანხმოს ლავას, რომ საქართველოში ყველა ერის მე სომხებზე მაქვს ლაპარაკი, თქვენ როგორც აღნიშნეთ ხო თბილისში ხო ჩვენ მე თვითონ გავიზარდე დავიბადე სოულაკში და მე არასდროს არ მიგვზნია რომ მე ვარ სომეხი, იმიტომ რომ საკმაოდ ტოლერანტულ სამყაროში ჩვენ ცხოვრობ და საკმაოდ ტოლერანტულია ქართველი. ბატონო მე თქვენი დღეს მოგიწევთ, იმიტომ რომ თქვენ გამოხატოთ თქვენი აზრები, შეკითხვებს თქვენ დავსვათ პასუხი, რა თქმა უნდა მეც როგორც აზერბაიჯანელი მეც შემიძლია. უნდა უპასუხო ალიაბა. თან წამყვანი ვარ თუ ჩაგერავთ ძალიან გთხოვთ. გისმენთ ბატონო ალბათ. შეიძლება ბატონო ალი ორი სიტყვით ვპასუხებ მე მსმენელს. იცით რა აქ საქართველოს მაცხოვრებლებს აქ არა საჭირო მაგის თქვა ეროვნული უმცირესობა როგორ ცხოვრობს აქ რა. როგორც მართლა ტოლერანტობა საქართველოში აი დედამიწაზე არც სახელმწიფოში ეგეთი ტოლერანტობა არც არ არის რა. არც არ არის რა. ხო და ამიტომ აქ რა თქმა უნდა მე თქვენი შეკითხვა გავიგე. ერთადერთი მე რა შემიძლია გიპასუხოთ, ევროსაბჭოში ყოველთვის სააკაშვილის ჰქონდა თავისი ლობისტები რა. ლობისტები, რომელიც ხშირად ჩამოდიან აქ, ნუ ბოდიში კარგად ერთი საინტერესო რაღაცა. როდის იყო აი ეს ეროვნების წარმომადგენლები, ის ევროსაბჭოს წარმომადგენლები არჩევნების დროს იყო თუ სხვადასხვა შეხვედრებზე, როდის იყო ერთი ფართო, ესე იგი კონფერენცია რო ჩაეტარა და დაეძახათ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად მუშაობს ამ ეროვნულ უმცირესობაზე. ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე ჯგუფს ხვდებიან და იმ მისის იღებენ რა ხდება საქართველოში, როგორ არის ეთნიკო ის გრანდები, რომლებიც ევროპიდან მოდიოდნენ ზუსტად იმ ლობისტების მხრიდან, რომლებიც აფინანსებდნენ კარგი uslovებით ყველანაირად და იმათი ეროვნული უმცირესობის საკითხი თუ რაღაცა პრობლემაა საქართველოში ჩვენ უნდა გავარკვიოთ აქა. ვინ არის პოლონელი რომ თავისი ეროვნული უმცირესობაზე ლაპარაკობს? მე პუტინი მიყვარს თუ სააკაშვილი მიყვარს? შენ შეეკითხე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს როგორ არის პუტინთან რა ურთიერთობაშია, უკეთესად არის ვიდრე ჩვენთან არის ურთიერთობაში და ბევრი ესეთი საკითხები რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ნუ დავწვრილდებით ამ ვინ რა თქვა და რა თქვა და მე უფრო მე ვიტყოდი რომ ბატონი ბიძინას გამოსვლა იყო მე მგონი სამაგალითო ბევრი ევროპელი და პროსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერებისთვის და მე მგონი ბატონი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი სააკაშვილმაც ამ გამოსვლიდან ბევრი რაღაცა უნდა ისწავლოს. წინა მაგისი აი სანამ ბატონი ბიძინა გამოვიდა და ის პირველად გამოვიდა იმა ევროპარლამენტის სესიაზე და შეურაცხყოფა მოაყენა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოებას. სააკაშვილს რა თქმა უნდა. და იმის მერე გამოდის ბაქრაძე გინდა თუ კანდელაგი გინდა ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მართლა მე ასე ღიად ვეუბნა ქართველებთან ერთად ირღვეოდა ეროვნული უმცირესობების უფლებები. ილახება და მათი ყველანაირი ეროვნული ღირებულებები. ღიად უნდა ვილაპარაკოთ. ეს არ უნდა დავიზა. საინტერესოა ჩემთვის დღეს რატო აი რამდენჯერ მithქვი ამ სტუდიიდან რატო არ აფრთხილებენ იმ ფილმებს, იმ გადაცემებს, რასაც ჩადიოდნენ თუნდაც ის 7 ნოემბრის გადაღებული ფილმი, რომ სამარცხინოთ რომ სულში ჩააფურთხეს ადამიანებს, როცა ცემდნენ, ანადგურებდნენ ისა, რატო არ აქვეყნებენ
თბილისის სამმართველოს წინ ტყვიები რო ესროლეს ხალხსა და რეზინის ტყვიები და ისა ფუთქარაძეს ქუჩაზე რომ მოხდა ის დიდი შეხლაშონა ანდა 26 მაისი მათთვის იყო ყველაზე ტრაგედია მარტო ნაციონალებისთვის 26 მაისს დაამთავრა იმასა ნაციონალური მოძრაობა რატო ამას არ ეუბნებიან სააკაშვილის გამოსვლის დროს რატო არ იკითხებოდნენ ის ევროპარლამენტარები რატო არ ეძახდნენ ის ლიდერები ან რაღაცა შენიშვნებს არ აძლევდნენ დღეს რო გამოვიდა კაცი ჯერ 6 თვე არ არის პრემიერ-მინისტრია რომელმაც ამდენი დიდი საქმე გააკეთა გამოდის როცა ჯანდაცვა როცა სოფლის მეურნეობა როცა განათლების საკითხებში რა ვიცი ყველაფერში ეს მიდის მიმდინარეობს ეხლა დღეს ვიყავი საინვესტიციო ფონდში ძალიან ესე იგი ბევრი ესე იგი ბიზნესმენები რომლებიც ნარგლეს საქართველოსგან მოდიან რომ ჩადონ ეშინოდათ ბიზნესის ჩადება ეშინოდათ ჩვენი ბიზნესმენები ჩვენი მიწაწყლის ბიზნესმენები გაქცეული არიან საზღვარგარეთსა აზერბაიჯანში გინდა ქართველი ბიზნესმენები რუსეთში სულ რა დაბრუნდეს მეტი ჩვენ არ გვინდა არც ინდუსი გვინდა არც ჩინელი გვინდა არც პეტრე გვინდა არც პავლე გვინდა ჩვენ თავს მივიღავ მაგრამ ამათმა ამის უნდა ცხენოდენ ბატონი ბიზნეს გამოსulis მერე გამოდიან საჯარო ტელევიზიით და კიდე რაღაცას ბოდავენ მე ღიად ვიძახი ბოდავენ და იძახიან რომ აი აქ სწორი იმიჯი და რაღაცებზე ლაპარაკობენ თქვენ არ შეურაცხყოფა არ მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას ქართულ სახელმწიფოებას ეს შეურაცხყოფა ოდიშით ცოტა გამომდის მე ემოციური გამოსვლები და გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ გისმენთ მე მგონი უფრო ჩვენ გვისმენდა ჩვენი მსმენელი ვიდრე ჩვენ მე ეხლა იმაზე სხვადასხვა საკითხებში რა თქმა უნდა დღეს ჩვენ ყველა ერთად და კიდე ჩვენ სტუდიაში დღეს უნდა ყოფილიყო სლავური წარმომადგენლები აქ უნდა ყოფილიყო მე მგონი კიდე ოსის წარმომადგენლები აფხაზი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები ჩვენ ნამდვილად ყველა ვიჯექით ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ რომ ჩვენ გამოსული ვიყავთ საჯაროდ და მხარი დაგვეჭირა ბატონი ბიზნეს სტრასბურგში გამოსვლას თავისი გუნდთან ერთად რა თქმა უნდა 15 წუთიანი გამოსვლა და საათნახევრიანი მთლიანად ამ მაშინ 20 სიტყვაზე მეტი იყო კითხვაზე მეტი იყო დასმული ყველას კორექტულად ყველას ცივილიზებულად მე კი კაფეოდ უპასუხა და მე მგონი ყველა ჩვენ ვეთანხმებით იმას რომ ჩვენ იმ კურსს იმ პრინციპებს რასაც დღეს ატარებს ქართული ოცნება ბატონი ბიზნეს ხელმძღვანელები ჩვენ ყველა ვეთანხმებით მე ასე ვფიქრობ და მსმენელს მოусმინოთ გისმენთ გისმენთ ალო ბატონო აიმე გისმენთ ეთერში ხართ ალო ბატონო ეთერში ვარ კი ალო ეთერში ვარ კი ბატონო კი მოგეცალმებით ბატონო ალი მთელ ეს კოლექტივს მოგეცალმებით ბატონო ალი მოგეცალმებით აიხარეთ მოგეცალმებით ბატონო ალი გაიხარეთ მეთქი ვაიმე გაითიშა მე ამ საკითხის გარეთ ქალბატონებიდან მე თქვენ გაქვთ გამოცდილება როგორც თქვენი ერის ასევე ქართულ საზოგადოებაში ისეთი ოჯახის ქალბატონები ბრძანდებით რომ თბილისში გაზრდილი დაბადებული და ის პრობლემებზე ვილაპარაკოთ თუ არ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე რაც იყო და რაც დღეს თქვენ სურვებდით ამ ხელისუფლების ესე იგი გამოსწორებისთვის აი რა არის საჭირო იმისათვის რომ ბოდიში სანამ ამ სიტყვაზე ზარია გისმენთ სამებით ბატონო ალი
მე თქვენ მიტინგებითანაც გიცნობთ ეროვნულ მოძრაობაში მართლა დავიღალეთ ეს ქართველი ხალხი, მაგრამ გაჩერების უფლება არ აქვს და უღრმესი მადლობა თქვენ აი ნამდვილი ქართველი ბრძანდების სულით და გულით და ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლების და უკეთესი მომავლისთვის. უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქართველი ხალხის სახელით და აი მოგბაზონ თქვენს ბევრმა სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენელმა და ალბათ ბევრმა ქართველმაც გაიხარეთ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო, ამიტომაც ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენ სახელმწიფო ხელისუფლებას, ჩვენ ხელისუფლების იმ კურსს, რომელიც ნამდვილად ტარდება როგორც საერთაშორისო ურთიერთობაში, ასევე საგარეო საქმეებში. ამიტომაც ჩვენ ამიტომ ვართ ზუსტად. გისმენთ ქალბატონო. Ну, პირველ რიგში, ბატონო, თქვენ იცით, რომ მე ეროვნებით სომეხი ვარ. ქართველი მყავს ქმარი, შვილს ვზდი როგორც ქართველს და მიხარია და ჩემთვის ნამდვილად სულ ერთი არ არის. ჩემი შვილი რა საზოგადოებაში ისწავლის, რა საზოგადოებაში იმუშავებს და იცხოვრებს. ზუსტად ამიტომ ჩვენ ყველანი ვართ აქ შეკრებილები ჩვენი შვილების მომავლისთვის. მე როგორც დედა პირველ რიგში, როგორც ქალი, მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან მიხარია, რომ დღეს დადგა ისეთი დრო, რომ ჩვენ შეგიძლიათ თავისუფლად ესე სტუდიაში ვიჯდე და ვილაპარაკოთ ჩვენ პრობლემაზე. და პრობლემებზე. ეს მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ამაზე დიდი მადლობა უნდა გადაუხადო. ობიექტივის სტუდიას, მის ხელმძღვანელობას, რომ ნამდვილად მოგვცა ეროვნული უმცირესობებს ეს საშუალება, რომ ჩვენ გამოვიდეთ, გამოვხადოთ როგორც აზერბაიჯანულად, ისე ქართულად, ისე რუსულად, ისე ოსურად, აფხაზურად, ყველა ენაზე გამოვხადოთ ჩვენი სათქმელი. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კიდე აი ჩვენი სახელით, რომ გვაძლევს სამწუხაროდ სხვა ტელევიზიებში ეს საშუალება ჯერჯერობით არ ჩანს. სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროა. გისმენთ? ეთყობა ვერ გამოდის და გააგრძელეთ ქალბატონო. იცით რა, პრობლემები არის. მარტო სომხურ საზოგადოებაში არა, ქართულ საზოგადოებაშიც, მაგრამ მე მინდა ეხლა ცოტა სომხურ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ ყველა ვართ ამ ქართველი ერის შვილები. და რა პრობლემებიც იყო ეს 9 წლის წინ. ეს პრობლემები დარჩა. ხო, შეიძლება რაღაცა გაალამაზეს უბრალოდ. გავაკეთეთ რაღაც აი გზები ახალ ქალაქამდე ნინოწმინდამდე, მაგრამ პრობლემა, როგორც პრობლემა დარჩა. აი ამ ხალხის ინტეგრაცია საზოგადოებაში არ ხდება. ან ხდება ძალიან ნელი ტემპებით. მე ამდენი ხანია უკვე მესმის, რომ უნდა ვასწავლოთ ქართული ენა. გაუშვათ მასწავლებლები ახალქალაქში, ნინოწმინდაში, სადაც არიან ძალიან ბევრი სომხური მოსახლეობა და იცით. მაგრამ აი ეს ლაპარაკი რჩება ლაპარაკის დონეზე, ხო, რაღაცა ნაბიჯები გადაიდმა, როგორ არა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ნამდვილად არ არის საკმარისი და მე იცით რა გამიკვირდა, მე 2 კვირის წინ ვიყავი ახალქალაქში და მინდა გითხრა, ის მასწავლებელი, რომელიც ჩამოსული იყო, რომ სომხურ სკოლაში, რომ ასწავლოს ქართული ენა, თვითონ არაჩვეულებრივად ლაპარაკობდა სომხურად და ის მოსახლეობა ვიცხოვობდა იმ სოფელში არ ლაპარაკობდა აბსოლუტურად ქართულად. ანუ არის ნონსენსი, მაგრამ არის. ესეთი სიტუაცია, ხო. იმედია, რომ ეხლა რაღაც სხვანაირად შეიცვლება სიტუაცია. უფრო რეალურად შევხედოთ ამ პრობლემას, უფრო ღრმად, არა ზედაპირულად. გაანალიზებულად უნდა მივიდეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მეორე და აბსოლუტურად სლავას ვეთანხმები, რომ ჩვენი უმცირესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ხალხნო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აი სამინისტროებში, გამგეობებში, მე გულისხმობ თბილისს,
მე ახლა გასაგებია რომ ხალხში გამგებელი და ნინო წმინდის გამგებელი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს იქ თვითონ გადაწყვეტა იქ არის ის მომენტი რომ არიან სომხები მაგალითად მაგრამ საქართველოში გინდ სომეხი გინდ აზერბაიჯანელი აი ეხლა ამჟამად ბატონო ალი ახალ ქალაქში ბოგდანოვკაში თუ იმას თუ არიან სომხები გამგებლები პროკურორები და ქვემოქარში არც ერთი აზერბაიჯანელი არ არის აგერ ესეც არის პრობლემა მივხვდით ნამდვილად ეს თუ დღეს არ არის პრობლემა ხვალ აუცილებლად იქნება დამიჯერეთ მისი ვჯერავს აი კიდ გადავხედოთ ჩვენ სამინისტროებს შეიძლება მე ძალიან ბევრს ვითხოვ მე არ ვეუბნები რომ აუცილებლად სომეხი უნდა იყოს მინისტრის მოადგილე ან ერთ-ერთი დიდი დეპარტამენტის თავმჯდომარე გინდ იყოს ქურთი გინდ იყოს აზერბაიჯანელი გინდ მაგრამ ვიღაცა ბერძენი ბატონო მაგრამ ვიღაცა ნამდვილად უნდა იყოს იცით ჩვენ ხარ გვინდა განათლებული იყოს განათლებული უნდა იყოს, ენა უნდა იცოდეს, აბსოლუტურად გეთანხმებით და რა თქმა უნდა იყოს პროფესიონალი პირველ რიგში თავის საქმის. მაგრამ ეს კადრები არსებობს. გისმენთ? დიდხანს გველოდებიან. გისმენთ? მოგესალმებით ქუთაისიდან ძალიან ძნელად გამოვდივარ და ბგერა გვიან მოდის მაქეთ როცა ვამბობთ წინა მთავრობის სააკაშვილის დანაშაულებზე არ უნდა შეგსხვენ და არ უნდა დაგავიწყდნენ ყველა ჩამოთვალოთ დაწყებული 7 ნოემბრიდან დაწყებული ცხინვალში შესვლაზე ცხინვალში რო შევიდა მაგი როგორ შეიძლება არ ჩაცვალოს მაგამდე იყო ომი იმიტომ რომ იქ პროვოცირებას გვიხდენენ ჩვენ პროვოცირებას და ჩვენ კი რეგულარული არმია შევიყვანეთ და ტანკები შევიყვანეთ შიგნით ამას არ ამბობს არავინ და მერე დაიწყო გვირაბში ჩამოსვლა რუსის ტანკებმა ეს არ უნდა გამივხედო თვალებში ეს არ უნდა თქვათ 26 მაისს რომ არ გამომიცოთ გთხოვ ძალიან 26 მაისს რომ ხელებს შეკრული წვიმაში ჯგეთის წვიმაში ეყარენ ასვალზე ხალხი ამაზე მეტი უმწეობა ამაზე მეტი დანაშაული რაღა იქნება სააკაშვილო და მერაბიშვილო ნუ ეთამაშებით ცეცხლს ახლა მინდა ერთ რამე გითხრათ კიდე უგულავარ რო არიგებს ვაუჩერებს თავის მოქალაქეებზე ორნაირ ვაუჩერს რო არიგებს ქუთაისშიც წამეიწყეს მაგრამ ეხლა ვარი გვითხრეს პირველი ჯგუფის ინვალიდი უნდა იყო შენო ისა სოციალური დაუცველობა არ კმარაო პირველი ინვალიდი პირველი ჯგუფის ინვალიდი მყარია 83 წლის კაცი ვარ რაღა პირველი ინვალიდობა მინდა 1000 ლარი ძნელ სამუშაოებზე ნამუშევარი ვარ ნორასმენტი შეგვპირდნენ ჯერ იმაში იანვარში და გადაგვიდეს აპრილში მივაკითხეთ ახლა და ავარი გვითხრეს არ უნდა იყო პირველი ჯგუფის ინვალიდიო საიდან აქვს უგულავას ამდენი ფულები ამდენ ხალხს უაზრებს და რატო ქუთაისის მერს არ აქვს იმის საშუალება რომ ჩვენ უმწეოებს რას მიზავს მე 15 ავადმყოფობას ვატარებ ზიმემრეწოლობაში ნამუშევარი კაც არ მინდა წამაზე ფული აპყოფის მე 150 და 130 მეყოფა როგორ არ სხვენიათ საიდან როგორ აღიზიანებენ დასავლეთ საქართველოს როგორ აღიზიანებს ის უგულავა რომ თავის ხალხს ინარჩუნებს და თავის ხალხს ეფერება ამ სენეს შეღავათებს უკეთებს და კიდევ რაღაცაზე ფიქრობს მომავლიზა ეს უნდა ვთქვათ სულ ყველა ხმამაღლა მე ამ ხნის კაცი ვარ და აი ამდენ რამეს ვამბობ იმიტომ რომ გაბრაზებული ვარ სასტიკად რომ ჩვენ არ ვამბობთ იმას რაც სათქმელია რომ იქანა გამოსული სტრასბურგში ასეთი კრიტიკის ხვდებიან ყოველ სიტყვაზე იჭერენ ყოველ სიტყვაზე იმას ბიზანიშვილს არ სხვენია ბიზინა ივანიშვილი ბატონი ბიზინა ივანიშვილი ამისადი კორექტული გამოსვლა და ამისანა შეგნებული გამოსვლას ერთერთი ევროპელი ვერ გააკეთებს რა სხვენიათ კიდო შარდებენ და ეძებენ აგი ასე უნდა ეთქვა იგი ისე უნდა ეთქვა ახლა ვეტოს დაადვა კიდო იმაზე ეს რა შეხედავთ ხალხო ამას ქართველო ხალხო გამოდით რა გამოდით ჭურში ნუ გზინავთ გამოდით გამეხედეთ თვალებში ბევრი რამე კი დაგდრო ვილაპარაკო მაგრამ არ მინდა რომ შეგაწყინოთ თავი მადლობელი ვარ ყურადღებისათვის გაიხარეთ მე გეთანხმებით ყველანაირად ქართველი ხალხი ქართული საზოგადოება ერთხელ გაბრაზდა 1 ოქტომბერს მეორე თუ გაბრაზდა მაშინ უკვე ძალიან ძნელად იქნება ამათი საქმე ძალიან ძნელად მე ამას ვაფრთხილებთ რომ ის ვედოსტადება არის ის ვოიაჟი ამერიკაში ჩავიდა და ამერიკის პრეზიდენტი რო არ დახვდა და ის ძველი პრეზიდენტებს რო ჩაეხუტა ეგ მაგას ეგონა რომ
სამუდამოდ წასულიყო მაგ ბუშთან არ ჯობდა. სამუდამოდ წასულიყო იმ ბუშთან არ ჯობდა. მე სპეციალურად აგერ გამოვწერე მე თვითონ ივანიშვილის ძალიან კორექტული ისეთი ფრაზა. თანამშრომლობა და კოორდინაცია ერთია, მაგრამ სამართლიანობა აღდგება აუცილებლად. ეგ თქვა ივანიშვილმა და ნახეთ რა სწორედ უთხრა. ეს არის ხალხიდან წამოსული მესიჯი. იმიტომ არის ეს მთავრობა ეხლა მთავრობაში. და მე გარწმუნებ, რომ სამართლიანობა ნამდვილად აღდგება და ქართველებთან ერთად ვიბძვით ჩვენ, რაც უმცირესობები. აგერ ვზივართ აქ და ვიბძვით თქვენთან ერთად. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მე თქვენზე მქონდა ბატონ ალბერტ ესეთი შეკითხვა, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ როგორც ყოფილი პედაგოგი, როგორც ერთ-ერთი ინტელიგენტი, ამ ერის წარმომადგენლის ძალიან ბევრი სპეკულაციას აკეთებს ნაციონალურ მოძრაობა იმასთან დაკავშირებით, თურმე მათი დიდი დამსახურება ყოფილა, რომ საქართველოს ნატოსკენ მიისწრაფის, საქართველოს ევროსაბჭოსკენ მიისწრაფის. ჩვენ ახლა არა ვართ 20-25 წლის ბავშვები, რომლებიც ვერ ვნახეთ ის კომუნისტური ეტაპით და მერე კომუნისტური ეტაპის მერე დამოუკიდებელი საქართველო. აი თქვენ ხო გახსოვთ მაგალითად შევარდნაძემ რო დაიწყო ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი, ევროპასთან ურთიერთობას და აი ამ საკითხებზე თქვენი აზრი მაინტერესებს. კი ბატონო, მე ბატონალი შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პროფესიით პედაგოგი, ასევე მე 25 წელი თითქმის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდი, ამიტომ მე მახსოვს კარგად, როდის წამოეწყო ეს საკითხები, აი ევროკავშირთან და ნატოში გაერთიანება. ეს იყო, რა თქმა უნდა, შევარდნაძის დროს იყო დაწყებული და პირველი ყველა ეს პროგრამები მე ძალიან კარგად მახსოვს რა. იგივე აი ჩვენი სასაზღვრო ჯარების განვითარება, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს აღჭურვილი საერთოდ ყველაფერი, ბევრი პროგრამები იყო, დღემდე ეს პროგრამები მუშაობდა. ეგ იყო დაწყებული, რა თქმა უნდა, შევარდნაძის დროს. შევარდნაძის დროს იყო დაწყებული და მაგაზე მწვანე შუქი პრინციპში მისამ შევარდნაძე. ხა სააკაშვილი რო თავს იბრალებს, რომ თურმე მაგან წამოიწყო ეს ყველაფერი ნატოში შესვლა და ევროკავშირში. რას უგასწრებთ, როგორც თვითონ ამბობს რა. ეგ იყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს. მე კარგად მახსოვს. მაშინ უკვე საკმაოდ ნატოს ქვეყნებმა ძალიან აქტიურად ეხმარებოდნენ საქართველოს ჯარს, მთლიანობაში ვამბობ, საქართველოს ჯარს, სამართალდამცავ სტრუქტურებს ეხმარებოდნენ, რომ გინდა იმ აღჭურვილობით, გინდა ტექნიკური მომზადებით და არ ვიცი რა, ძალიან დიდი დახმარება იყო გაწეული ჯერ კიდევ მაშინ. ერთი რამე მინდა ბატონალი თქვა, მე აი წინავს მესმენას რო უსმენდი, მართალი გითხრა, ძალიან ისე 93 წლის მამაკაცი ბრძანდებოდა და აი ძალიან მეტყიდა გული, რომ აი ესეთ დღეში არიან აი ჩვენი მოსახლეობა რა. მით უმეტეს ეთნიკურად ქართველები, თუ ეგრე შეიძლება ითქვათ, საქართველოს მიწაზე რომ აი ეს დღეში რო ცხოვრობენ რა. და მართალი იყო რომ პრინციპში მე მინდა შევეხო აი იმ კონფლიქტის თუ შეიძლება ის რომ მოხდა 2008 წელს 5 დღიანი ომი, მაგრამ მე მინდა თქვა რომ რუსეთი დიდი ხანია მზადებოდა პროვოკაციისთვის. ჯერ კარგად გაიხსენონ 2007 წელს როცა რუსეთმა რკინიგზის ასე თქვა წოდებული მაგათი ის ჯარი შეიყვანა აფხაზეთში და აშენებდნენ ინფრასტრუქტურა, სამხედრო ინფრასტრუქტურა. რა არის სამხედრო ინფრასტრუქტურა? ეს არის გზები, რკინის გზა, ხო? საავტომობილო გზა, რომ გამოიყენონ მე შემდგომში სამხედრო ტექნიკის გადაყვანისთვის. ეს იყო ყველაფერი ნათლად ჩანდა ეს 2007 წელს კიდე ნათლად ჩანდა. ამიტომ სიფრთხილე უნდა ქონოდა ამ წინა თავრობას და
ანალიზი უნდა გაეგეთებინათ. აი აქედან რო ესე იგი მზადდებოდა, დიდხანს მზადდებოდა ეგ რა. ყოველ შემთხვევაში უფრო ადრე მზადდებოდა, მაგრამ რეალურად უკვე დაიწყეს აი ეს პროვოკაციული მოქმედებები ეგენი 2007 წელს, როცა აფხაზეთში მოაწესრიგეს და მოიყვანეს ესე იგი სრულ მზადყოფნაში სამხედრო ინფრასტრუქტურა. და დაანჩენი მე აი ფაქტის სახელზე რას მე მოხდა, რას მადლობთ. მიაღწიეს რუსებმა. გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ალი. მოგესალმებით. ალო? ბატონო, მოგესალმებით. ხო, განსუდათ ისმის თქვენი ხმა. თქვენი კარგად ისმის, ხალბატონო, ილაპარაკეთ. ეხლა რა არის ისიც, ეხლა მოგესალმებით თქვენ ძალიან დიდი პატივისცემით. ეხლა მე მინდა, აი თქვენთან არის ხალბატონი ხიდირბეგაშვილი, ხო? ხო და მე მინდა ეხლა ამ ხალბატონს უთხრა, რომ ჩვენ ვითომ მარტო ესე იგი სომხები რაღაც იგნორირებული ვიყავითო რაღაც თანამდებობებზეო, რაღაც ყურადღებით ისო და ხალბატონო მარტო სომხები და აზერბაიჯანელები და ოსები და რუსები კი არა, მთელი საქართველო ვიყავით ჩვენ იგნორირებული, მთელი საქართველო იყო გაუბედურებული, ქართველებიც და ყველა სხვა ეროვნების, ასე რომ ცალკე ნუ გამოიყოფით. აი მე თუ ქართველი ვარ, თქვენ რა გონიათ? მე ახლა აი 10 ლარი დამრჩა და უნდა 15-მდე უნდა სული მივიტანო როგორმე. აი ესეთ დღეში ვართ ჩვენ სულ ყველა ერთად. ამიტომაც ძალიან გთხოვთ რომ ნუ გამოეყოფით ჩვენ იმას მთლიანად საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთნი ვართ. როდის ყოფილა თქვენ გაგიგიათ რომ ქართველი ადამიანი გინდა სხვა ეროვნების რომ ნაგვის ურნაში რაღაცას ეძებდა, გაგიგიათ ასეთი რამე. აი ეს გააკეთა სააკაშვილმა. იყო მაგისი მარტო ერთ-ერთი კასტა, რომელიც იყო მილიონერები, 100,000-ები იმოდენა ხელფასები, ყველაფერი და ჩვენ ეს საქართველოს მოსახლეობა რან როგორ მოვატანეთ აქამდე არ ვიცი. თუნდაც გაიხსენეთ, აი მაგალითად ეს 26 მაისი ხო პირდაპირ გარდატეხა იყო და თან კიდე გაიხსენეთ ახლა რასაკეთებდნენ ეგენი საპატიმროში. როგორ ეს სააკაშვილმა არ იცოდა რასაკეთებდნენ იქა? ხალხს რას უკეთებდნენ? ახალგაზრდობა გაუბედურეს, დააჩლუნგეს. ისინი ახლა ადამიანებად ფსიქოლოგიურადაც ხო შერყეულები არიანო, ესეთი რაღაცა რომ გადაიტანეს. არა, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ თქვენ ხართ მართალი, იმიტომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით აქ. მე ვცხოვრობდი მაგალითად, ახლა გათხოვილი ვარ სხვა ადგილას ვარ, მაგრამ მე პლეხანოვზე ვცხოვრობდი და იყო საერთო ეზო, სხვათა შორის და ესე იგი ბავშვები ჩვენ რო თამაშობდით, მის დღემში არ მიფიქრია, რომ აი ერთი ის იყო ჩემი ტოლი გოგონა ვენერა ერქვა, ახლა გვარი არ მახსოვს, ქურთები ცხოვრობდნენ, ქურთებს რო ქორწილი ჰქონდათ, ეს ბავშვები გავრბოდით და ისე გვიხაროდა რომ ვერთობოდით ისა. ასე ვიყავით, მაგრამ ამ სააკაშვილმა დაგვყო. აი ასე დაგვყო. აი მაგაზე იყო ლაპარაკი. იმიტომ ჩვენ ვართ ყველანი აქ. ბატონო ზარისთვის დიდი მადლობა. რომ ერთად ვიყოთ ქართველ ხალხთან. ირმა, მოდი ნუ დავჩაგრავთ ჩვენ ბერძენ მეგობარს. ბოლოს ძალიან საინტერესო რაღაცა. ცოტა ისე წავიდა ჩვენი გადაცემა, რომ მე მყავს ერთი მეგობარი, ვახტანგ ბურდული, საკმაოდ ისეთი კოლორიტული ფიგურაა და ამ რამოდენიმე წლის წინათ მეუბნება, რომ ერთად გავიზარდეთ რაღაცა 40 თუ 50 წელი. პირველად გავიგე, რომ შენ ბერძენი ხარ საერთოდ. საერთოდ სწორია ეს ხალბატონი. არ არსებობდა ეს შენ ბერძენი ხარ. ეგეთი არ არსებობდა კომუნისტების დროს. ესეთი ცნება არ არსებობდა შენ ოსი ხარ, შენ ქურთი ხარ, შენ ბერძენი, შენ რუსი. ანუ ყველა რაღაცა ერთი ოჯახი ვიყავით და მერე დაიწყო რაღაცნაირად ამ ნელ-ნელა ამის დაყოფა და ალბათ ამით ეს პოლიტიკოსები რაღაც ქულებს იწერდნენ, რაღაცა იმაშებოდნენ. ძირფასო მეგობრებო, ნამდვილად დღევანდელი დღე შედგა მე მგონი ჩვენ საქართველოს მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები უნდა ვიაქტიუროთ, უნდა ვიყოთ ამ ხელისუფლებასთან ერთად, იმიტომ რომ ის რაც 9 წლის განმავლობაში, როგორც ქართულ საზოგადოების იმ ქართულ საზოგადოებაში ჩვენც ვართ თითოეული ჩვენთაგანი, თავს დაგვამხეს ქვეყანა სიყვარული ყველაფერი და დროა ჩვენც უნდა გავაერთიანდეთ
დაუდგეთ ბატონო ბიძინა ივანიშვილს, მის გუნდს გვერდზე და ის პრობლემები მოგვარებისთვის ის საინიციატივო ჯგუფებთან ერთად ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა გავაფხიზლოთ ჩვენი ერის წარმომადგენლები, რომ აქტიურად უნდა დაუდგეთ, მხარი დაუჭიროთ, თორე ბატონო ბიძინა მარტო ერთი თავისი ინიციატივით, თავისი შესაძლებლობით ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ საზოგადოება ჯანსაღი საზოგადოება არ დაუდგება გვერდზე და ერთად არ გადავარჩენთ ამ ქვეყანას. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მობრძანდით და მადლობა გეუბნებით და კარგად იყავით, დიდი მადლობა. გაგაბრძანებოდა ძვირფასო მსმენელობა, მომავალ შეხვედრამდე.